აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად პროცესის მონიტორინგის მიზნით სამედიცინო ცენტრ დიომედის გლდანის ფილიალში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას და მედპერსონალს შეხვდა. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს 10-მდე ექიმის კონსულტაცია და სხვადასხვა კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. მსგავსი ვიზიტები და აქტივობები სამედიცინო ცენტრის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების და სერვისების მიწოდება. დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა უფასო სკრინინგული გამოკვლევები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურების სერვისებზე. დევნილ მოსახლეობას მოუწოდებ, რომ მსგავს უფასო გამოკვლევებში ჩაერთონ. აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს 10-მდე ექიმის კონსულტაცია და სხვადასხვა კვლევა უტარდებათ უფასოდ, რათა მოვახდინოთ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა და ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისი. ასევე ადგილზე ვეცნობით პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და პრობლემებზე რეაგირება. სამედიცინო ცენტრი დიომედის გლდანის ფილიალში ჩატარდა აქცია, სადაც მოსახლეობას ვთავაზობთ უფასო კონსულტაციებს, ეხოსკოპიურ კვლევებს, ლაბორატორიულ გამოკვლევებს. მსგავსი ტიპის აქციებში აქტიურად ვართ ჩართულები და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და მათთან ერთად კიდევ გეგმავთ სხვადასხვა ფილიალებში აქციების ჩატარებას. თვალის ექიმთან ვიყავი, კარდიოლოგთან ვიყავი და თერაპევტთან ვიყავი. 30 წელი არ დავდივარ და ძალიან მაყოფილი ვარ ყველასი. მომსახურება უმაღლესია.